სანამ ყობახიძის და მისი ესე რომ თქვა თანაგუნდელების ვოიაჟის შესახებ მოგაწყვით ინფორმაციას, რომელიც მართ სიმართლე რო გითხრათ გურიისთვის და როგორც გურულები ამბობენ, მართლაც სამარცხვინო იყო, იმიტომ რომ მე გუბერნიის შენობაში არიან მთავრობის წევრები ახაც გამოკეტილი, მანამ გეტყვით რომ უკიდურესად რთული ვითარებაა მთელ რეგიონში. სოფლებში ამ დრომდე არ არის ელექტროენერგია, გზა, წყალი, ადამიანები არიან მედიკამენტების საკობის გარეშე და ამ დრომდე ითხოვენ დახმარებას. ქალაქში როგორც აღმოჩნდა გზა გაწმინდეს იქ სადაც გუშინ ირაკლი ყობახიძემ გაიარა და ამას ჩვენი მაყურებელი ნახავთ, თუმცა გეტყვით რომ ზუსტად მერის შენობის წინ თუ ეხა გზას ნახავთ გაწმენდილს, რომელიც კი გაწმინდეს, იმიტომ რომ ყობახიძემ გუშინ იქ ჩუმად სამთავრობო მედიისთვის კომენტარები დაარიგა, მერის შენობის უკან არსებობს გზა და დასახლება ძალიან მჭიდროდ შენობის უკან, სადაც გზაზე გავლილიც კი არა აქვს ტრაქტორს და უფრო მეტსაც გეტყვით. ქალბატონი ცხოვრობს ციცოთედორაძე, სულთახნის წინ ჩავწერეთ 75 წლის სოციალურად დაუცველი ადამიანია, რომელიც როგორც ირკვევა 3 დღეა მეზობელთან ათევს ღამეს, მან არაერთი შეტყობინება გაუგზავნა ოზურგეთის მერიას, რომლის მის უნდა გითხრათ და მაყურებელიც ნახავთ, რომ ოზურგეთის მერის მოადგილით ფანჯრები უყურებს ქალბატონი ციცოს სახლს და 75 წლის მოხუც უარი უთხრეს დახმარებაზე სახლის გადმოთხოვაზე და პირდაპირ უთხრეს რომ უბრალოდ აზრი არ აქვს და ძალიან ბევრი ადამიანია დასახმარებელი, თუმცა როგორც გაიქვა ქალბატონი ციცო არ არის ქართული, როგორც თავად ამბობს, ქართული ოცნების მომხრე და ეჭვობს რომ შესაძლებელია ეს იყოს ამ ყველაფრის მიზეზი. იქვე ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობიდან, სადაც წუხელ ყობახიძე მის მეგობრებთან ერთად იყო განთავსებული, სწორედ 200 მეტრში მაქსიმუმ საცხოვრებელი კორპუსის 12 სართულიანი კორპუსაც 48 ოჯახი ცხოვრობს, შესასვლელი არის ჩამონგრეული, სიცოცხლისთვის საფრთხის ქვეშ არიან ამ წუთებშიც ადამიანები და დაახლოებით 6 საათია მას შემდეგ გასული რაც ეს გრევა მოხდა თოვლის სახურავებიდან ვსვივა და სწორედ ეს აქთენ სადარბაზოებში შესასვლელის ბლოკირებას, გრევას და როგორც აღმოჩნდა არავინ არ მივიდა დასახმარებლად. ახლაც ამ წუთებში როდესაც მე თქვენ გესაუბრებით, იქ სამაშველო სამსახური არ გამოჩენილა და რომელსაც მაყურებელი ცოტა მოგვენებით ნახავთ, ჩვენ ბევრი შეტყობინება გავაკეთეთ ადმინისტრაციასთან, რომ ადამიანებს დახმარება სჭირდება, თუმცა ამ დრომდე არსად ქალაქის ტერიტორიაზე მაშველები, რომლებიც ამ ადამიანებს დაეხმარებიან, ჯერჯერობით არ გამოჩნდება. ავარიულია სახლი და ხედავთ რომ ხელათოულია და ფიზიკურად ვერ შევდივარ შიგნით. საფრთხე. იმიტომ რომ ხო ძალიან დიდი საფრთხეა რომ ჩამოინგრეს სახურა. ეს ხდება მერის აი აქ მერია. მერია რას გეუნებათ უკან რო ცხოვრობთ რამდენი ხანია ხვეწე? დავრეკე გუშინ და პასუხი ასეთი იყო 8 სახლიაო და სათოვლიო 8000 რაღაც ასეთი პასუხი იყო. და თქვენთვის არ ფცალიაო ეგ იყო? ნუ აბა ახლა რა გამოდის? 12-შიც დავრეკე სახანძროდან დამიკავშირდნენ და ვერ დაგეხმარებით, თუ შემდეგ პოლიციამ დარეკა, ვერ დაგეხმარებით, თუ ძველი სახლია. სიმყარე არ გააჩნია და რა ვიცი ვარ ასეთ დღეში მეზობელთან გადავედი და იმან შემიფარა. წუხელ მეზობელთან გადავედით. ასეთ სტიქი იცნობს როგორ შეიძლება პოლიტიკურად განსხვავებული ადამიანის განსხვავება. ეს როდის ჩამოინგრა? და არავინ არ გამოჩენილა, მინიმუმ აქ რამდენი ადამიანი ცხოვრობს? 48 მოსახლეა ერთ წინათ გამონავარდი თოვლი. ხო, მაგრამ აი ამ ფერმაქნავად ამოსუმა თომა სულ ჩამოანგრია, ორჯერ ჩამოვარდა და დაეცა. სვივა სახურავიდან. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ კორპუსში? 48 ოჯახია. არ მოსულა არავინ? არავინ არ ჩანს, ჯერჯერობით კაციშვილი არ მოსულა, ღამე ჩამოინგრა. აუ მესამე მარიამ, როგორც გიყვებოდით, აქ გზები გაწმინდეს მხოლოდ ცენტრალურ ნაწილზე და ეს რაც ახლა თქვენ ნახეთ, არის ადმინისტრაციული შენობიდან 200 მეტრში ხდება ეს ყველაფერი, ამას ყველაფერს უყურებენ და სხვათა შორის ქალბატონი ციცო იყო ერთ-ერთი, რომელმაც ავთანდილ თალაკვაძეს სოციალურ ქსელშიც დაუწერა, რომ უბრალოდ კაბინეტიდან გამოიხედე სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ყორო, თუმცა უსმენდით, რასაც ამბობდა ქალბატონი ციცო. ხო, ჩვენ ამ დილით გადავიღეთ 10 საათისთვის სამაშველოს მანქანები, სამთავრობო მანქანები ადმინისტრაციულ შენობასთან და ჩვენი დანახვისთანავე კარი ჩაკეტეს. აღმოჩნდა, რომ მესამე
მესამე სართულზე ერთად გუბერნიაა განთავსებული, მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. ჩვენ მათ უბრალოდ უთხარით, რომ კარგი, ჩვენ არ გველაპარაკებით, მინიმუმ ადამიანებს დაეხმარეთ, თუნდაც გამგეობის უკან. როგორ იყო პასუხები და მდგომარეობა, ეხლა ამას ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავს და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვერ პოულობთ ხელისუფლების ვერც ერთ წარმომადგენლებს, ტევეპილოთან მათ საუბარი არ უნდათ, ოპოზიცია კი ამბობს პირდაპირ, რომ უკიდურეს ვითარებაში და რეალობას აღწევს უკიდურეს ვითარებაში ხელისუფლებამ კი არის მიღმა ადამიანები დატოვა სიცოცხლის რისკის ქვეშ. უკაცრავად კარებს ჩემთვის კეტავთ. კარებს რო კეტავთ, იქნებ დახმარება მჭირდება, ხალხნო, რასაკეთებთ? კარების ჩაკეტვის დრო ადმინისტრაციულ შენობაში? იცით რომ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ? კარები კი არ უნდა დაკეტო. რა არის ჩემ დანახვაზე კარის ჩაკეტვა? სამაშველოს მანქანები რო გაჩერებულია და აქ ჩვენ კარებს გვიკეტენ. პასუხი არ გაქვთ? მანქანები სოფლებში როგორ ერთი აგერა, მეორე იქ არის. უკან სახლი ინგრევა, ადამიანი დახმარებას ითხოვს ამ შენობის უკან. და ჩვენთვის კარები ჩაკეტეთ, რომ კითხვები ვერ დავსვათ. სამაშველოს მანქანები გაჩერებული რატოა? აი 1 2 შეგიძლიათ მითხრათ? ქალაქშიც არ არის გზები, ავადმყოფები ვერ გამოდიან. საგანგებო სიტუაციების მანქანა არ არის, ეგერ გამგეობის გვერდზე, აი ის არ არის, ეგერ ბატონო აწერია 1, აგერ წინ მეორე. და ამ დრომდე რატო აქ გაჩერებული რატოა? აი ესე იქცევა ხელისუფლება, რომელიც მარიამ წესით ყოველ საათში ერთხელ თუ არა, დღეში ერთხელ მაინც უნდა მართავდეს საგანგებო ბრიფინგს და უნდა აწოდებდეს ადამიანებს ინფორმაციას, სად გზა გაწმინდეს, სად რა ხდება, თუმცა ხომ ხედავდით ჩვენთვის კარებს კეტავენ, თვითონ თბილ კაბინეტებში არიან და კომენტარებსაც კი არ აკეთებენ, თავს ამითაც არ იწუხებენ. ოპოზიციაც ჩამოვიდა ადგილზე, მაშველებთან ერთად, მოხალისეებთან ერთად, ისინი პირადად ცდილობენ, რომ მიეხმარონ ადამიანებს და აფასებენ იმ მდგომარეობას, რაც რეგიონშია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლებამ რეგიონი, სადაც ყოველი მესამე პირი არის სოციალურად დაუცველი, იქ სადაც ყველაზე მეტად გაჭირვებული ადამიანები და მიგრაციის ყველაზე დიდი მაჩვენებელია, დატოვა სიკვდილის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ მარტო შიშველი ხელით. ეს ადგილი არის ის ადგილი, სადაც არის ოზურგეთის ყველაზე ცოცხალი სავაჭრო ცენტრი, აქ არის ბაზარი, რომელიც არის ჩანგრეული, ჩვენს ცენტრში იცით შევქმნით საგანგებო შტაბი ძლიერმა საქართველომ, ლელომ, ცხელხაზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, ითხოვენ პირველად საჭიროების ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ და ეს სამწუხაროდ არის იმისი ბრალი, რომ ხელისუფლება არ იყო მზად სტიქიისთვის, ხელისუფლებამ დააგვიანა სტიქიაზე რეაგირება და ეს უმოქმედობა არის დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომელიც უნდა გახდეს პასუხისგების საფუძველი. საბედნიეროდ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, მოხალისეები დაირაზმნენ, საქართველოს სხვადასხვა ნაწილიდან მოემართებიან აქეთ, მათ შორის თამსვლელები, რომლებსაც შეუძლიათ მიუვალ ადგილებში მისვლა, ჩვენი ცენტრი, ჩვენი საგანგებო შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კოორდინაცია მოვახდინოთ, გვაქვს კონტაქტი სხვადასხვა ჯგუფებთან. მარიამ, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ახლა ჩვენ გადავიღეთ გაჩვენეთ. მე ახლა ტექნიკურად რამდენად მომცემ საშუალებას ინტერნეტი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ინტერნეტის მიწოდება ქალაქში არ არსებობს, გაჩვენებთ კადრებს. ოზურგეთის მერიდან დაახლოებით 50 მეტრში ვარ, აი ხედავთ როგორი გაწმენდილია ცენტრალური გზა და მინდა გაჩვენოთ როგორ შევძლებ გადასვლას, არ ვიცი. აი ხედავთ აქ ავტოსამრეცხაო არსებობდა, რომელიც უკვე დანგრეულია, ხედავთ ნაგვის სურნებს, ნაგვით სავსეს და მინდა გითხრათ რომ აქ ჩემ წელი არის ბავშვთა საავადმყოფო. აი ბავშვთა საავადმყოფოში როგორ უნდა ავიდეთ ეხლა, მე გაჩვენებთ რამდენად გვაძლევს ტექნიკურად, არ ვიცი რამდენად ხარისხი მოგეწოდებათ, თუმცა აი ესეთ აქ არა მარტო ბავშვთა საავადმყოფოა, დიალეზის ცენტრიც არის და აი ნაფეხურებით ესე როგორც ჩანს ადიან ადამიანები, აი ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრი, ხედავთ რომ აწერია მისასვლელიც
როგორც ჩანს აქ ხედავთ რომ გრევას აქ ადგილი ავტოსამრეცხაოსი იქით მხარეს არის დიალეზის ცენტრი ტრაქტორი თაულში კამდე მისვლას რამდენად მოვახერხებ ამ გზით ვერ გეტყვით რომ კარგად გაჩვენოთ პირდაპირ ეთერში როგორ არის კარგია რომ გზაც გაუწმენდია დიალეზის ცენტრთან მისასვლელი აი ეს ვითარება არის ქალაქში ადმინისტრაციული შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აი ბავშვთა საავადმყოფოს აი ესე რო ამოხვიდეთ ესე უნდა მოგიწიოთ ხედავთ წინ ბოძები ელექტროგადამცემი ხაზები არის ძირს დაყრილი და როგორც ენერგოპრო გუშინ ჩვენთან საუბარში ამბობდა 24 საათის განმავლობაში მუშაობენ მართლაც და გვეუბნებიან რომ სადაც გზა იქ ხდება ელექტროენერგიის აღდგენა თუმცა ეს ქალაქს არ მიეწოდება წყალი არც თითქმის არსად არ არის წყალმომარაგება ელექტროენერგიის ნაწილის ქალაქის ტერიტორიის ელექტროენერგიის ნაწილი აღუდგა მიწოდების თუმცა პრობლემური რჩება გზები ეს არის ხო როგიც გითხარით ქალაქის ცენტრი და აი როგორი გაწმენდილია ხედავთ ჩვენ სხვათა შორის გადავიღეთ და შემდეგ მაყურებელი ნახავს მომდენო გამოშვებაში როგორ არის სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი მიტოვებული ქუჩაში იმიტომ რომ გზა არ იყოს სხვათა შორის მერიის შენობასთან ხდება ეს ამბავი აი ვითარება გვაქვს ესეთი ამ დროისთვის აი გაწმენდილი ქუჩა აქეთ კობახიძეს არ გამოუვლია რადგან აი სადაც კობახიძემ გაიარა მინდა გითხრათ რომ იქ გზა ნამდვილად გაწმენდა უკაცრავად იქ არის სასწრაფოს მანქანა ჩავარდნილი ჩვენත් ხო პირდაპირ ეთერში გამგეობის გვერდზე უკანა ცხოვრობს ციცო თედორაძე რომელიც 75 მეტრის მოხუცი იტყობს დახმარებას და 12 სართულიანი კორპუსით შესასვლელი არის სრულად ჩამონგრეული შეგიძლიათ რომ მიხვიდეთ იმიტომ რომ ეს ხალხი რეკავს სამაშველოში და არავინ რეაქცია არავის შეგიძლიათ რომ მიხვიდეთ მაინც იმედია მივლენ ჩვენ შეძლების დაგვარად ვაწოდეთ როგორც გითხარით ინფორმაციას თუმცა ამ დრომდე გვეუბნებიან რომ არ ჩანს ადამიანები დასახმარებლად ნაგვით არის სავსე მთელი ქალაქი აი ესეთი ტიპის აი უფრო კარგად რომ ნახოთ ეს არის გაწმენდილი გზა და სოფლებში როგორც გითხარით მარიამ არის უკიდურესად რთული ვითარება ძალიან რთული ვითარება და მინდა ასევე ვთქვა რომ არა მოხალისების ჯგუფი რომელსაც გუშინ კრიტიკულად პოსტიც კი მიუძღვნა ავთანდილ თალაკვაძემ და სოციალურ ქსელში თუ მის გვერდზე შეხვალთ ნახავთ გურულების რეაქციას ყველა ეუბნება რომ უბრალოდ სირცხულია ეს განცხადება თუმცა მოხალისები ხელს უსვიან ადგილობრივ ხელისუფლებას და შტაბს საკოორდინაციო შტაბს რომლის არც წევრები ვიცით არც საკონტაქტო ინფორმაცია გვაქვს და უსმენთ ადამიანებს რომლებიც გვიყვებიან რომ მათ ურეკავენ და ასევე ჯანმრთელობას პირველ რიგში ადამიანები კილომეტრებს გამოდიან ფეხით ვისაც შესაძლებლობა აქვს ძალიან რთული ვითარებაა როგორც გითხარით და რომ არა მოხალისების დახმარება გაცილებით რთული ვითარება იქნებოდა სამწუხაროდ ამ დროისთვის ორი მსხვერპლია სტიქიის გამო გურიაში ერთიც აჭარაში და აქვე გეტყვით რომ ასევე ძალიან რთული ვითარება ამ დროისთვის აჭარაშიც განსაკუთრებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში რომლის მერი ლევან ზოიძე ამ დრომდე ვერავინ ვერ იპოვა სად არის არავისთან კონტაქტზე არ გადის და სოფლების უმრავლესობა ქობულეთში ისე უშუქოთ უგაზოთ უწყლოდ და უგზოდ არის დარჩენილი